დღევანდელ გადაცემას ხალისიანად დავიწყებთ პოპულარულ იუმორისტულ დუეტთან ერთად, გთხოვთ შეეგებოთ რომა ქერქაძე და დათო ბეკოშვილი. როგორ ხარ, შეგოძლებო და მეგობრებო. რა ხანია ჩემთან არ ყოფილ სტუმრად და შესაბამისად ჩვენი შოუს მაყურებელსაც დიდი ხანი არ მოусმენიათ თქვენი სახალისო ისტორიები და დაიწყეთ შემოძმაო. კარგით ბატონო გია და მეც დიდი ხნის ისტორიას მოვყვები, დიდი ხანია გასული, სადღაც 18 წლის ვიყავი, რომ მივედი კასტინგები ტარდება, ფოტო გადამიღეს და 21 წლის რო გავხვდი, მირეკავენ. რომ როლზე ხართო დამტკიცებულიო. მაშინ კიდე ის დროა რომ ვიზებია საჭირო და პირველი ესე ფილმში კინო გადაღებაზე მიწევს საზღვარგარეთ წასვლა ჭკუაზე ახლა რას კი ბატონო და ანუ პირველი გადაღებები მითხრეს რომ არის კოპიტნარში და მერე გრძელდება უკვე საზღვარგარეთ და ანუ ახლა სცენა რა მაქვს სათამაშო წამიყვანეს ზომები ამიღეს და ტრუსი შემიკერეს სპეციალურად რაღაც ფიქრობ რას ვთამაშობ ახლა და კოპიტნარში მოკლედ ნოემბრის თვეა კარი გლეჭ ყველაფერს ხო და გავიხადე ეს ყველაფერი თვითფრინავი დგას ტოკია გადმოკიდებული გაიხადე ესო აწვიებენ თან წვიმა არის კარი ყველაფერი და გავარ აქ და მე დაგიძახებთო და გაიქცე უნდაო და აი ამ თოქსო შეახტიო 1-2-ო გააკეთებო და მერეო კასკადი 2 გააგრძელებს აღარ გინდაო ახლა რა ხდება ამას ხო ვიღებთ კოპიტნარში მაგრამ რომ შევდივარ უკვე შესვლას ვიღებთ საზღვარგარეთ ახლა მთავარი იქ შევიდე მაგრამ მეორე ამბავია რომ ეხლა ეს კასკადი თან ვაკვირდები ახლა რეჟისორს და სიცივე და რეჟისორი დაასყავს ვისკს და არტყავს ზერს და არტყავს ზორს და ახლა ვფიქრობ რომ მოვიდა უკვე ის დრო რომ უნდა წავიდე და შევახტი ამ თოქს აღა ვფიქრობ რომ აი 2 მეტრი გიღავედი მე მაგრამ ის 18 მეტრი რო კასკადი 2 რომ უნდა გეიაროს ვაი და ის კასკადი 2 მეეწონოს მე როლზე და მე აღარ მოვეწონო რა ვქნა და მოგეხსენა სოფელში ვარ გაზრდილი პაილეტში ბალისხეს რო შევახტებოდი 3 წამში ვიყავი კენწეროსე და რო შევახტი ამ თოქს ბატონო გია 1 2 3 და მომსდა მთელი სტაპი რო სტოპ გაჩერდი ვინ ჩერდება ვინა გამჩერებელი ვერ მაჩერებენ სანამ ფეხი არ დაუქნე ულიმინატორიდან ასე ისე რა ვაღავჩერდი შევედი ამ თვითფრინავში და ახლა საზღვარგარეთ წავედი და ახლა რა ხდება რავს თამაშობ ახლა რა მაგს თამაშობ ფიქრობ აი ესე იგი 2000 კილომეტრი მაფრინეს იქეთ აქეთ ხუთვარსკვლავენ სასტუმრო ყველაფერი და რა ვქენი ჩავდივარ იქ და ტრუსით ესე ერთი გავლა გავაკეთე ეს თვითფრინავში გავია მე ამაზე გავგიჟდი რომ ბიჭო ამ ხელა ქვეყანაში ჩემზე უკეთესი ტამფეხის კაცი რა ფერ ვერ ნახეს აქედან წამიყვანეს ოზურგეთ და გადავაფრინეს გავგიჟდი კაცი ეგრე ჩემო რომა მე მაჯის გულისთვის ჩამიყვანეს გადაღებაზე ო გადაღება მარტო მაჯა ჩანდა და შეკიდე გაგიმართლა ხო შენი მაჯა რაცა და მე ტამფეხი მასასწავლე დავი გააგზელე რადგან სიტყვა აიღე ბარემ მოგეხსენება ბატონო გია ამ სვანებთან ჩემი მეგობრობა ზმაკაცობა და მე რადგან უკვე ნაცისაური კავშირიც მაკავშირებს უკვე სიძეც გავხდი და მოკლედ უფრო ისტორიები უფრო გამიმრავლდა სვანებთან დაკავშირებით და ერთი ძალიან კარგი სვანი ზმაკაცი მყავს ყოველმხრივ ნიჭიერია მაგრამ ერთი პატარა პრობლემა აქვს მართვის მოწმობის აღება გაუჭირდა მოკლედ და მართვის მოწმობის გამოცდაზე გადის მე-4 ცდა არის ანუ პრაქტიკაზე მასწავლებელი თეორიაში არ უჭირს აი ისტორია და პრაქტიკულ გამოცდაზე გადის და სახში ელოდება ყველა ნათესაობა მეგობრები ყველაფერი ამბავი და გაიღო კარი შემოვიდა შეხედა თავის ძმამ სახეს და ეს კარაჩე კიდე ჩაიჭრაო რა და შეატყო სახეს გამომეტყველებაზე და რომ მოვიდა ბაბა რა ქენიო და ჩავიჭერიო ბიჭო ახლა პირველად რო გახვედიო გამოცდაზეო პრაქტიკულ გამოცდაზეო დაქოქვა და გავიწყდა მანქანის მაგაში ჩაიჭერიო მეორედ რო გახვედი კარების დაკეტვა და გავიწყდაო და მესამეც საერთოდ გამოცდაზე უნდა გასულიყავი წასვლა და გავიწყდაო და ახლა რა ქენიო ახლა კაროჩეო რვიანებამდე მაგრადვიარეო და რვიანებში ჩავიჭერიო და როგორო და რო შევედი და ვეღარ გამოვედიო 4 წრე რო დავარტყი მერე გააჩერა გამომცდელმა და ფეხით გამომიშვაო და ასე ჩაიჭრა და ახლა სამეზობლოსკენ გადავა სახლთან სადარბაზოსთან ყავს მანქანა მიყედებული და გაღებული მაქვს საბარგული და რაღაცებს ვიღებ ვალაგებ რა და ესე ჩემთვის ვარ გართული და უცებ მესმის ძაღლის ყეფა და ეხლა უცებ რო არ ველოდი შევწმუნდი და ეს
ავიწიე თავი და ეგრეთ წოდებულ სტოიკას მივარტყი და შემოვტრიალდი და შეცმუნებული სახით უყურებ. დგას ჩემი მეზობელი მინი პუდელით. ხო და ეხლა და დახედა ამ ძაღლს და აი ხო შეიძლება აი ძაღლი რაღაცა ცუდი საქციელი ჩაიდინა დატოქსო რაღაცა სიტყვებით. ფუ, ნუშრები რასაკეთებ, არქნა, უყურებს რაღაც სამწამი პაუზა უყურებს ძაღლს და ნუ სოფლელო. უფრო მეტად შევწმუნდი. რომა, შენს გურულ ისტორიებს სალკე ელოდება ჩემო ბატონო, ათასობით ადამიანი და მოდი გავიდეთ გურულ თემაზე. კი ბატონო, მომკლავს აი ჩემი სამეზობლო ბატონო გია. და ერთხელაც იქნება. ერთხელაც იქნება. მოკლედ ბატონო გია. ჩემი მეზობლები, ედიშერა და ნოდარა, მამაშვილი, კაი ხალხი, მოკლედ სოფელში ჭირია, ხინია თუ რამეა, გადაყოლილია სოფელში, მოხმარება კიდე რამე კიდე იქ არიან ყოველთვის და გარდაიცვალა ბაბუაჩემ. ხო და მოგეხსენებათ როგორც ხდებოდა სოფელში რომ ახალი რაღაც ამ ზოგი ღობე უნდა შეღებოს იქ რაღაცა იქ ყველას დავალებას აძლევს რაღაც თავი კამგე ხო და ედიშერას და ნოდარას დავალო რომ ძველი კუხნასახლები როა ძველი კუხნასახლი ახლა უნდა დაიჭალოს და ახალი გაკეთებსო მასალა ყველაფერი მოტანილია აგენის ახლა აზდის ხელზე უსტიობა და ყველაფერი და მიხედენ ახლა ყველა და ორ დღეში აწყვეს ყველაფერი უკვე კარის შეკიდვის დრო მოვიდა და კარს რო აკეთებენ ორივე ახლა სიმაღლეში არიან ამხელა მამაშვილი ხო და აიკარები მის ზომაზე გააკეთეს. შევიდა იქ გამევიდა რაფერია, კაია. გამოვიდა რაფერი, კაია. ხო და თელი სოფელი ბატონო გია, თაყვანის შემით შედის ჩემ კუხნაში. ასე, თაყვანის შემით შევლა. ხო, ასე გამოვიდა. მოიგეს თავის ზომაზე. მოიგეს მის ზომაზე. მეზობელი მყავს კიდე ლაშაი. ხო და ხო იცი კითხვა რო იციან, იქინე ცხოვრობ, საცხოვრობ და ოზურგეთში ბაზარში ეკითხებ ერთი რომ შენ ძამა ბაილეთში ცხოვრობო? ხო და მაგახედა ცხოვრება მაიო? გაუბადა კითხვა. იაფასე ეგრე. ყველგან, ახლა საქართველოში თითქმის ყველგან ვართ ნამყოფი და გინდა არ გინდა გიწევს ხან ან აღდგომა დღეს დაემთხვევა თუ არა ვიღაცას გარდაცვლილი ყავს და საფლავზე გიწევს თითქმის ყველა კუთხეში გახვიდე საფლავზე და სადაც არ უნდა მოხდე ყველგან ახლა საფლავის ქვას რო გახედავ ჩვეულებრივად სურათია კაცო კაცი გიყურებს რაღაცა იქით აქე და გურიაში ნებისმიერ საფლავზე სადაც არ უნდა გახვიდე ყველა საფლავის ქვაი რაფერ გიყურებს იცი ასე შე რო უყურებ იმას იქ ტაირუმა გჯობია მეზობელი მყავს და ობა ამ ფერაბას ქორწილში ვიყავიო ბიჭო ახლა ვაგერო წასულიო ქორწილი იყო 500 სულიანი ქორწილი იყო ბიჭო ტყულა არ თქვაო და იმ ფერი ქორწილი იყო ბუზის გაფრენის ხმას გეიგონებდიო ო ბიჭო მე უთხრა ვინ იყო მე თამადა ბიჭო ასე რომ ალადეს 500 კაცი აყოჩაყ მეთქი ვინ იყო თამადა რა ის თამადაო ბიჭო ვაიფაი ჭერდაო გლეჯდა ყოლიფერსო ტელეფონი იყო ტელეფონი ყველა რეკორდილება სროლავდა ვაიფაიზე ბარემოადან ბირჟა ჩვენთან სოფელში და ბირჟაზე ახლა ასაკიანი ხალხია ის ეს და მეზობლის ბავშვი ერთი აი ტელეფონი კი აქვს და ინტერნეტი მოკლედ და რასაც იკითხავენ რა ხდება ჩინეთში დაგუგლავს აგი აი ასეა იქ რა იყო ვინ იყო რა ვერო დაგუგლავს ეს აგი ასეა აგი გაგიჟდა აი სოფელო დედა ბიჭო რაჭკვიანი ბაღანაა და რაფერი განათლებული და ნენ არ იკითხო აი რაფერი განათლებული ბაღანაა ისახია და სოსოია მეზობელი და უყურებს ახლა დახედა და რას გეტყვით იცი ბიძიაო გოუთიჩეთ მაგ ბაღანას ვაიფაი და მაგფერი აბდალერ და სამსობელშიო მოგეთ მოგითხა ჩვენ საყვარელ გურულებს და ყველას ვისაც უყვარს ხალისიანი ისტორიები და იუმორი ჩვენი სტუმრები გახდათ რომა ქერქაძე და დათო ბეკოშვილი დიდი მადლობა